ეს არის მითები ფსიქოთერაპიის შესახებ, რომელიც სამწუხაროდ დღეს საკმაოდ დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სულ რამდენიმე მითი ამოვწერეთ ჩვენ ცენტრში, შევარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე ხშირია და გადავწყვიტეთ, რომ ამ მითებზე ვისაუბროთ დღეს და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იქნება თქვენი დამოკიდებულება ამ მითების შესახებ, ან თქვენ თუ რომელიმე უფრო ცნობილი მითი გაგახსენდებათ, ასევე დაწერეთ და ვისაუბროთ ამ თემაზე, რადგან დღესდღეობით, როდესაც ძალიან სტრესულია ჩვენი ცხოვრება და ფსიქოთერაპია გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი პროფესია, შეიძლება ითქვას მომავლის პროფესიას ეძახიან, მაგრამ უკვე აწმყოს პროფესიაა ფსიქოთერაპია. რა თქმა უნდა, მის შესახებ ძალიან ბევრი მითი არსებობს, ბევრი გადმონაშთია, ბევრი ახალია. აქედან გამომდინარე, მოდით დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი და რა თქმა უნდა მოიწვიეთ თქვენი მეგობრები, ან ის ადამიანები, ვისთვისაც საინტერესოა ეს თემა და საკითხი, ვისაუბროთ ერთად მითებზე ფსიქოთერაპიის შესახებ. მე ვარ დიანა ნიკოლაიშვილი, ექიმი ფსიქოთერაპევტი და ჩემთვის ეს თემა ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჩემს პრაქტიკაში მხდება უამრავი კითხვა, რომელიც ჩნდება ზუსტად აი ამ მითების საფუძველზე. შესაბამისად, ამ მითებზე საუბარი უმნიშვნელოვანესია ჩემი აზრით და ჩვენი ცენტრის ყველა სპეციალისტის აზრით. დავიწყოთ პირველი მითით და ეს მითი ყველაზე ცნობილია, მე ბჭყალებში ვიხმარ ამ სიტყვას, რადგან არ არის პროფესიული, რა თქმა უნდა, ის რომ ფსიქოთერაპია მხოლოდ შეშლილებისთვის, გიჟებისთვის, ჭკუასუსტებისთვის არის და ჩვენ ნორმალურ ადამიანებს ფსიქოთერაპია არ გვჭირდება. წინა კვირას ვისაუბრე იმაზე, თუ რა არის ფსიქოთერაპია, რა არის ფსიქიატრია, რით განსხვავდება ფსიქოთერაპიული კლიენტი ფსიქიატრიული პაციენტისგან და ასევე ვისაუბრეთ ფსიქოთერაპიის სიღრმეებზე, რომელიც სხვადასხვა დონეზე მუშაობს და შეიძლება იყოს როგორც ღრმა ფსიქოტრავნების მკურნალობით წარმოდგენილი, ასევე ძალიან ისეთი რესურსული და მომავალზე ორიენტირებული კოუჩინგური მუშაობით. აქედან გამომდინარე, შეშლილებისთვის, გიჟებისთვის და ასე შემდეგ ძალიან არასწორია საერთოდ ამ სიტყვების გამოყენება, მით უმეტეს ფსიქოთერაპიასთან მიმართებაში, რადგან თუ ადამიანს აქვს ფსიქიკური აშლილობა, მას ჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა და ამ შემთხვევაში მას ფსიქოთერაპია არ ჭირდება, მას ჭირდება ექიმი, ფსიქიატრი და შესაბამისად სამედიცინო დახმარება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ადამიანს აქვს სირთულეები, საკუთარ თავთან, საკუთარ ცხოვრებასთან ვერ პოულობს რესურს, ან მუდმივად თითქოს წრეზე დადის, ერთ და იგივე ტიპის შეცდომებს უშვებს, ვერ ხედავს გამოსავალ სიტუაციაში, რომელიც თითქოს და არ არის ესეთი გამოუვალი. აი ასეთ შემთხვევებში ადამიანს შეიძლება დაეხმაროს ფსიქოთერაპია. რა არის ფსიქოთერაპია? ფსიქოთერაპია ეს არის ინსტრუმენტების ჯამი, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის კონკრეტული დაკვეთის ან ადამიანის პიროვნული სტრუქტურის საკორექციოდ, გამოსასწორებლად, ასე რომ ვთქვათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი თავად ხედავს და თავად აღიარებს საკუთარ პრობლემას. ეს არის ერთ-ერთი ესეთი საკვანძო განსხვავება ფსიქიატრიულ პაციენტს და ფსიქოთერაპიულ კლიენტს შორის. როდესაც ფსიქიატრიული პაციენტი ვერ ხედავს საკუთარ პრობლემას და უარყოფს პრობლემის არსებობას, მას არ გააჩნია კრიტიკა, ხოლო ფსიქოთერაპიული კლიენტი ხედავს საკუთარ პრობლემას და ამბობს, რომ კი ნამდვილად პრობლემა მაქვს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვშველი. ზუსტად ამ შემთხვევაში, თუ კი ის იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, მას შეუძლია, რომ მიმართოს სპეციალისტს დახმარებისთვის და ეს სპეციალისტი არის ფსიქოთერაპევტი, რომელიც საკუთარი ინსტრუმენტებით დაეხმარება ადამიანს, დაინახოს გამოსავალი, აღმოაჩინოს რესურსები, იპოვოს ახალი გზა და ამ ყველაფერს ადამიანი აკეთებს თავად.
შემდეგი მითი, რომელიც ამაზე არის დაფუძნებული, ეს არის რად გინდა ფსიქოთერაპევტი, თუ ყავს ოჯახი, თუ ყავს მეგობრები ან მოძღვარი. და ესეც მითია, ეს შეცდომა, მცდარი მსჯელობაა, რადგან ყველა ამ ინსტიტუტს თავისი დანიშნულება აქვს. ოჯახი ეხმარება ადამიანს, მხარს უჭერს მის განვითარებაში და ცხოვრებაში, თუ კი ეს არის ეკოლოგიური ოჯახი, თუმცა რა თქმა უნდა, ვიცით ისეთი ოჯახები, რომლებიც პირიქით ზღუდავენ ხელსუშლიან ადამიანს განვითარებაში. რაც შეეხება მეგობრებს, მეგობრები მხარდაჭერას, თანადგომას, შეიძლება ფიზიკურ დახმარებას თავაზობენ ერთმანეთს და ესეც სხვა ტიპის ურთიერთობა. რაც შეეხება მოძღვარს, სულიერ განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ფსიქიკური პრობლემა აქვს, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ აგვარებს, რა თქმა უნდა, ეს სამი ინსტანცია ვერ ჩაანაცვლებს ფსიქოთერაპიას. რადგან ვერ ჩაანაცვლებს? იმიტომ რომ არც ერთ ამ კონკრეტულ დაჯგუფებას, ხო, არ გააჩნია ინსტრუმენტები, რომელიც მაგალითად ფობიასთან გამკლავებაში დაეხმარება. კი, მეგობარი გეტყვის, რომ კარგი, არაფერი არ არის საშიში ფრენაში. ან ოჯახის წევრი იტყვის, რომ მე შენთან ერთად გავფრინდები და შესაბამისად არ შეგეშინდება. შეიძლება მოძღვარმა გითხრას, რომ გჯეროდეს უფლის, ან წაიკითხე ლოცვები და დაგეხმარება. კი, შეიძლება დაეხმაროს ადამიანს, მაგრამ ფობიის მიზეზს ვერ მოაგვარებს. მხოლოდ ფსიქოთერაპიული პროცესი დაეხმარება ადამიანს აღმოაჩინოს და ამის შემდეგ მოაგვაროს ის მიზეზი, რომელიც ფობიას იწვევს. შემდეგი მითი, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ეს არის ფსიქოთერაპია უსასრულოდ გრძელდება. ფსიქოთერაპიის სხვადასხვა სიღრმე არსებობს, შეიძლება იყოს სიმპტომზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, როდესაც ადამიანს კონკრეტული ერთი სიმპტომი ან კონკრეტული ერთი დაკვეთა აქვს, რომლითაც მოდის თერაპევტთან და თერაპევტი იყენებს საკუთარ ცოდნას, იმ ინსტრუმენტებს, რომელიც შეიძინათ საკმაოდ ხანგრძლივი სწავლების განმავლობაში, იმისთვის, რომ ის ერთი კონკრეტული პრობლემა მოაგვარონ. რა თქმა უნდა, არის იმის ალბათობა, რომ ამ პრობლემის ქვეშ იყოს სერიოზული მიზეზები, რომელიც უფრო სიღრმისეულ თერაპიულ მუშაობას საჭიროებს და ამ შემთხვევაში ადამიანი მიიღებს რეკომენდაციას თერაპევტისგან, რომ აი ამ კონკრეტულ საკითხს ღირს რომ მეტი დრო დაუთმო. თუმცა არ არის აუცილებელი იმავე წამს მოხდეს ეს ყველაფერი და თუ ადამიანს აქვს რაღაც ესეთი მწვავე ამოცანა გადასაწყვეტი, ამ ამოცანისთვის შეიძლება 1, 2, 3 რამდენიმე სესია დაიხარჯოს და ამის შემდეგ ადამიანმა მიიღოს სასურველი შედეგი. მეც მქონია პრაქტიკაში სიტუაციები, როდესაც დაბალი თვითშეფასების გამო ადამიანს ჰქონდა შიში, რომ ვერ ჩააბარებს გამოცდას, ვერ გაივლის გასაუბრებას და ჩვენ მუშაობდით სულ 1 ან 2 შეხვედრის განმავლობაში იმისთვის, რომ წამოგვეწია მისი თვითშეფასება, შეგვექმნა რესურსული მდგომარეობა და ადამიანი წარმატებით გადიოდა გამოცდაზე, ან წარმატებით გადიოდა გასაუბრებას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მიზეზი იყო მოგვარებული, მაგრამ დაკვეთა შესრულებული იყო. ასევე არსებობს სიტუაციები, როდესაც ადამიანი მოდის სიღრმისეული პრობლემით, მისი დაკვეთა არის, რომ მზად ვარ საკმაოდ ხანგრძლივი თერაპიისთვის, მაგრამ იმდენად მზად არის, რომ არ საჭიროებს ხანგრძლივ თერაპიას და საკმაოდ დიდ ტრავმულ შინაარს ამუშავებს ძალიან სწრაფად. ესეთი кейსებიც არის ჩემს პრაქტიკაში და ჩვენი ცენტრის თერაპევტების პრაქტიკაში, რაც იმას ნიშნავს, რომ თერაპიის ხანგრძლივობა, თერაპიის სიგრძე, თერაპიის ინტენსივობა დამოკიდებულია იმ დაკვეთაზე, რომლითაც მოდის ჩვენთან ადამიანი, ასევე თერაპევტთან შეთანხმებით ხდება და თერაპევტი არ აგრძელებს თერაპიას უსასრულოდ, პირიქით თუ თერაპევტი ხედავს, რომ თერაპია საკმაოდ გახანგრძლივდა და არ ვითარდება, ანუ არ არის დინამიკა, შეიძლება თერაპევტმა თავად კითხოს კლიენტს, რა განვითარებას ხედავს, როგორ ხედავს განვითარებას, ან თუ კონკრეტული დაკვეთა უკვე შესრულებულია, რა მიზეზით უნდა, ან რა მიზნით უნდა თერაპიის გაგრძელება და ასე შემდეგ. შესაბამისად, თერაპია უსასრულოდ არ გრძელდება და თერაპია შეიძლება იყოს ხანგრძლივი და შეიძლება იყოს ხანმოკლე, ეს უკვე დამოკიდებულია იმ დაკვეთაზე, რომლითაც თქვენ მოდიხართ თერაპევტთან, ან თერაპევტი იწყებს თქვენთან მუშაობას. შემდეგი მითი.
თერაპევტი გეტყვის რა გააკეთო, ან თერაპევტი მოგცემს გარკვეულ სტრატეგიას იმისთვის, რომ მოაგვარო ყველა შენი პრობლემა. ან წავალ თერაპიაზე და გავარკვევ რა გავაკეთო, იმიტომ რომ თერაპევტი გვერდიდან დაინახავს და რჩევას მომცემს. ეს შეცდომა და თერაპევტები არ აძლევენ რჩევებს. იყო დრო, როდესაც ასეთი პრაქტიკა არსებობდა. და ეს იყო უფრო უცოდინრობის და გარკვეული შეცდომის შედეგი, ვიდრე ნამდვილი ფსიქოთერაპია. რჩევებს გვაძლევენ მეგობრები, რჩევებს გვაძლევენ ოჯახის წევრები, მაგრამ ფსიქოთერაპევტი იყენებს ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანს, გააფართოვოს თვალსაჩინო, დაინახოს ის შესაძლებლობები, რომელიც აქამდე არ იყო მისთვის ხილული, აღმოაჩინოს საკუთარი რესურსები, აღმოაჩინოს ახალი სტრატეგიები და თავად საკუთარ თავზე დაყრდნობით, საკუთარი რესურსებით, საკუთარი უნარებით მიიღოს გადაწყვეტილება რა და როგორ გააკეთოს. აქედან გამომდინარე, თუ ფსიქოთერაპევტი აძლევს რჩევებს, აი ასეთი ფორმითაც კი, აი მე შენს ადგილას ამას გავაკეთებდი, ან მე გირჩევ რომ ესე მოიქცე, ეს არის არასწორი მიდგომა, ეს არის მცდარი მიდგომა, ეს არ არის ფსიქოთერაპია, ეს არ არის კონსულტირება. ეს შეიძლება იყოს რაღაც ესეთი საკონსულტაციო საქმიანობა, სადაც უბრალოდ რჩევას იღებ, მაგრამ ამ მიდგომას, ამ მუშაობას ფსიქოთერაპია არ ქვია. შემდეგი მითი ფსიქოთერაპიის შესახებ ჩავიხედო. ფსიქოთერაპია სისუსტის ნიშანია. ასე ამბობენ, შენ რა, საკუთარ თავში ძალა არ გაქვს, რომ ვიღაცასთან მიდიხარ და იმ ვიღაცას უნდა თხოვო დახმარება. მერწმუნეთ, დახმარების თხოვნა ძალიან დიდ სიძლიერეს საჭიროებს. საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ კი მე ახლა პრობლემის წინაშე ვარ და საკუთარ თავს ვერ ვშველი, ეს საკმაოდ დიდი სიძლიერის შედეგია. ფსიქოთერაპიული პროცესი საკმაოდ დიდ ემოციურ და ფსიქიკურ რესურსს მოითხოვს. ადამიანები ხშირად სესიიდან გამოდიან დაღლილები, დაბნეულები, მათ ჭირდებათ დრო რომ მოიკრიფონ ძალები, ახალი ინფორმაცია მოინელონ, გადახარშონ და დანერგონ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, სუსტი ადამიანები გაურბიან პრობლემებს და ესეთი ნევროტული დაცვის მექანიზმი არის დეფლექსია, როდესაც უბრალოდ ვერ ხედავენ იმ პრობლემას, რომელიც სინამდვილეში არსებობს და თვალს ხუჭავენ მასზე, ხოლო ძლიერი ადამიანები ხედავენ პრობლემას, ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას და იმ შემთხვევაში თუ დამოუკიდებლად ვერ წყვეტენ პრობლემას, მიმართავენ დახმარებისთვის სპეციალისტებს. შესაბამისად, დახმარების თხოვნა ეს არის სიძლიერის ნიშანი და ფსიქოთერაპიას მიმართავენ ძლიერი ადამიანები. ახლა როგორი ტიპები მოდიან თერაპიაზე, ამაზეც ორი სიტყვით ვიტყვი და დღევანდელ ჩვენ ლაივს დავასრულებ. თუ გაქვთ რამე შეკითხვა, შეგიძლიათ დასვათ ეს კითხვები და უკვე თქვენ კონკრეტულ კითხვასაც გავცემ პასუხს. რისთვის მოდიან ადამიანები ფსიქოთერაპიაზე? რა თქმა უნდა, გარკვეული კატეგორია მოდის იმისთვის, რომ მიიღოს დახმარება, ეგ არის ერთგვარი მყიდველების კატეგორია, ასე ეძახიან ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში, რას აკეთებს მყიდველი. ის მოდის კონკრეტული დაკვეთით. მაგალითად ამბობს, მაქვს შფოთვები, მაქვს ნეგატიური ფიქრები, მაქვს დაბალი თვითშეფასება და მოვედი შენთან იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოვაგვარო. თუმცა არის კატეგორია, რომელიც ცნობის მოყვარეობისთვის დადის თერაპიაზე. და ამბობს, რომ იცი რა, მე უკვე ვცადე რამდენიმე მიდგომა, ვიყავი ძალიან ბევრ ცნობილ თერაპევტთან და აი დღეს შენთან მოვედი და მაინტერესებს რას შემომთავაზებ. ეს არ არის მყიდველი, ეს არის ადამიანი, რომელიც მოვიდა ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპიული კონტრაქტი უნდა შედგეს თერაპევტს და კლიენტს შორის. რას ნიშნავს თერაპიული კონტრაქტი? რისთვის მოხვედი, რა გინდა რომ წაიღო, რა შემიძლია შემოგთავაზო და ამ ყველაფრისთვის რამდენი დრო უნდა გამოვყოთ მე და შენ. და კიდევ ერთი კატეგორია, ეს არის კატეგორია ერთგვარი მსხვერპლი
კლიენტების, რომლებიც მოდიან თანადგომისთვის, რომლებიც მოდიან იმისთვის, რომ იწუწუნონ, იმისთვის, რომ თერაპევტმა უთხრას კი ნამდვილად ძალიან უბედური, ძალიან მძიმე ცხოვრებით ცხოვრობ, ნამდვილად საშინელი ადამიანები არიან შენს ირგვლივ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, თერაპია ეს არ არის. ფსიქოთერაპევტი ამას არ აკეთებს. შესაბამისად, ასეთი ტიპის ადამიანები ხშირად ითხოვენ თერაპევტისგან მხარდაჭერას და ყველა შეთავაზებულ ინსტრუმენტზე, ყველა შეთავაზებულ სავარჯიშოზე ამბობენ, მე კი გავაკეთებ ამას, მაგრამ იცი რა აზრი აქვს, როდესაც ესეთი ტირანი ქმარი მყავს. ან მე კი ამას გავაკეთებ, მაგრამ საქართველოში ადამიანი წარმატებას ვერ აღწევს და რა აზრი აქვს ამ შენ დავალებას. ამ შემთხვევაშიც ადამიანი არ არის მყიდველის მდგომარეობაში, ანუ ის მოვიდა არა იმისთვის, რომ მიიღოს დადებითი შედეგი, არამედ იმისთვის, რომ ვიღაცას გული გადაუშალოს. ხშირად ასეთი ადამიანები ჩვენთან მოდიან მაშინ, როდესაც უკვე აღარავინ აღარ უსმენს, აღარავის აღარ აქვს მაგათი თავი და შესაბამისად ეძებენ მხარდამჭერს, მაშველს, მშველელს, რომელიც იტყვის, იცი რა, ყველა ძალიან ცუდია შენს ირგვლივ და მე აუცილებლად მოგისმენ, დღეში 200 ჯერ მოგისმენ, რამდენჯერაც გინდა დამირეკე დღის განმავლობაში და ამ შემთხვევაში უფრო დათვური სამსახურია ეს ვიდრე ფსიქოთერაპია, იმიტომ რომ ადამიანი რჩება აი ამ თავის მსხვერპლურ პოზიციაში, კვლავ არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და კვლავ ეძებს ვიღაცას, ვინც მოусმენს, გადაუწყვეტს პრობლემას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ძალიან არასწორი და ფსიქოთერაპევტი ყოველთვის შეთავაზებს ადამიანს გარკვეულ მუშაობის ფორმაც, სადაც იმუშავებენ იმაზე, რომ ადამიანში გაჩნდეს ეს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ ცხოვრებაზე და სურვილი, ამბიცია, რომ გადაჭრას საკუთარი რთული სიტუაცია, რთული პრობლემური მდგომარეობა დამოუკიდებლად. ვხედავ შეკითხვებს, გამარჯობა, თუ მე ვხვდები, რომ სჭირდება ფსიქოლოგი, მაგრამ თავად არ აქვს მზაობა და არც სურვილი, დეფლექსირებულია. არის რამე ინსტრუმენტი ასეთ დროს? ნინი, მადლობა კითხვისთვის, კარგი კითხვაა, ძალიან ხშირად გვერდიდან უფრო მალე, უფრო დროულად ხდება შემჩნევა პრობლემის და ადამიანი, რომელიც მით უმეტეს დეფლექსიაში არის და უარყოფს საკუთარ პრობლემას, არ არის მზად ამ მომენტში გაუსწოროს თვალი, ძალიან ფრთხილად ვთავაზობთ მას თერაპიას. არ ვაძალებთ, არ ვაიძულებთ, არ მოვითხოვთ და ასე შემდეგ. თუ ეს არის ჩვენი პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობა რთულდება ამ დეფლექსირებული შინაარსის გამო, რა თქმა უნდა შესაძლებელია იმის შეთავაზება, რომ ერთად მივიდეთ თერაპიაზე და რაღაც წვილის თერაპია დავიწყოთ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს არის ახლობელი ადამიანი და ჩვენ გული შევტკივა მასზე, ერთადერთი რაც შეგვიძლია არის ის, რომ გაუსვათ ხაზი, რომ ფსიქოთერაპია არის საშუალება, რომლის გამოყენებით შეგიძლია მიიღო შედეგი. არ არსებობს არანაირი მანიპულატორული ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, ზუსტად რაც თქვი ბოლოს, მაშველის ან მშველელის როლში ვხვდებით, ვაძალებთ, ვცდილობთ გადავარჩინოთ და ადრე თუ გვიან ეს კარპმანის სამკუთხედი შემოbrunდება ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენ თვითონ ეს მშველელები გავხდებით მსხვერპლები იმ ადამიანის, რომელსაც მანამდე ვცდილობდით, რომ დახმარება გაგვეწიათ და გადაგვერჩინა. თუ გაქვთ სურვილი კარპმანის სამკუთხედზე, შემდეგ კვირას შემიძლია ვისაუბრო, დაწერეთ პლუსი ჩატში, თუ იქნება პლუსები, შეგვიძლია ეს კარპმანის სამკუთხედი განვიხილოთ როგორც შემდეგი კვირის თემა და შეგახსენებთ, რომ ეს არის ფსიქოლოგია ცხოვრებისთვის თავისუფლების გასაღები, ჩვენი პროექტი, რომელიც ყოველ ოთხშაბათს დილის 11 საათზე Facebook Live-ების ფორმატით მიმდინარეობს. დიანას კითხვა მოზარდებს, რომლებიც ფსიქოლოგის მიმღებლობა არ აქვს და საჭიროებენ, როგორი მიდგომა არის მისაღები.
დიანა, თუ ჩვენ მოზარდებთან, ჩვენ შვილებთან ამ შემთხვევაში ვახერხებთ მეგობრულ ურთიერთობას და მე ძალიან მომწონს ესეთი ანდაზა არსებობს აღმოსავლური, რომ 5 წლამდე ბავშვს მოექეცი როგორც ღმერთს, 11 წლამდე როგორც მონას და 11 წლიდან როგორც მეგობარს. ნახეთ რა არის. 5 წლამდე ბავშვი უსაფრთხოებას აყალიბებს და ბაზისურ ნდობას სამყაროს მიმართ. აქედან გამომდინარე, როგორც ღმერთს თუ ვექცევით, ის ხვდება, რომ სამყარო კეთილგანწყობილია მის მიმართ და მისი საძირკველი, მისი ნდობა ბაზისური სამყაროს მიმართ საკმაოდ ძლიერია. შემდეგ ბავშვი იწყებს იმის გამოკვლევას, რამდენად შეუძლია რაღაცეებს მიაღწიოს და ამ შემთხვევაში, როდესაც მშობელი როგორც მონას ექცევა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ცემა და შეურაცხყოფა არ იგულისხმება, არამედ ეს გააკეთე, ამაში დამეხმარე, ის მოიტანე, მაღაზიაში გადი და პროდუქტი მოიტანე. ის საკუთარ შესაძლებლობებს ტესტავს და აღმოაჩენს, რომ თურმე რამდენი შეძლებია, თურმე რამდენი კარგი რაღაცა შეუძლია, რომ გააკეთოს ოჯახს და რა თქმა უნდა, მადლიერებას უნდა ღებულობდეს და არა როგორც მონა, თქვათ, ვალდებული ხარ და აკეთებ. და 11 წლიდან როგორც მეგობარს, ანუ როგორც თანასწორს, წარმოიდგინეთ, ხშირად როგორც ვექცევით ჩვენს მოზარდ შვილებს, ასე რომ მოვექცეთ ჩვენს მეგობრებს, ამ მეგობრებს დავკარგავთ, ხომ ეგრეა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შვილებს, მოზარდ შვილებს ვექცეოდეთ როგორც მეგობრებს. ამ შემთხვევაში მათი ჩვენს მიმართ ნდობა იქნება შენარჩუნებული და შესაბამისად რჩევა ფსიქოთერაპიის იქნება მიღებული. თუ ეს არ არის მისაღები თქვენგან, შეიძლება იყოს მიღებული სხვა მნიშვნელოვანი ზრდასრულებისგან, ნათლია ოჯახის მეგობარი ან სხვა ადამიანი, რომლის ავტორიტეტი აქვს მოზარდს. ჩვენ ცენტრში იწყება და შემიძლია უკვე დავაანონსო მოზარდთა თეატრი, ემოციების თეატრი, სადაც მოზარდები საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს, საკუთარ რეაქციებს გამოიკვლევენ და გამოხატავენ უსაფრთხო გარემოში. საკმაოდ სიმბოლური ფასი იქნება დასაწყისში და აქედან გამომდინარე შეგიძლიათ აი ამ ფორმით შესთავაზოთ მოზარდებს ჯგუფური თერაპიის გავლა, რომელიც უფრო თეატრალურ რაღაც წრეს გავს ვიდრე ფსიქოთერაპიულ მუშაობას, თუმცა მერწმუნეთ ემოციური ინტელექტი, საკუთარ თავთან კავშირი, საკუთარი თავის გამოხატვის ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება და ძალიან სწრაფად შეამჩნევენ თავად მოზარდებით და მათი ოჯახის წევრები და ახლობლები, როგორ იცვლება მისი დამოკიდებულება საკუთარი თავის სამყაროს და სხვების მიმართ. ძალიან მალე დაანონსდება ჯგუფში მიღება, უკვე ყველაფერი მზად გვაქვს ამისთვის. ასევე რაც შეეხება მოზარდებს, გეტყვით, რომ ბოლო დროს ესეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ მოზარდები თავად ითხოვენ ფსიქოლოგთან კონსულტაციას და მშობლებს უყვირთ რა ჭირს, რისთვის უნდა ფსიქოლოგთან კონსულტაცია. თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ფსიქოთერაპია და რაში შეიძლება დაეხმაროს ფსიქოთერაპევტი და შესთავაზოთ მოსინჯოს. აი ამ მოსინჯვის შემდეგ უკვე მას ექნება ინფორმაცია რა ელოდება ფსიქოთერაპიაზე და შემდეგ უკვე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ჭირდება თუ არ ჭირდება ამ ეტაპზე დახმარება. დიანა აგრძელებს კითხვას, ძირითადი პრობლემა თინეიჯერებში არის დაბალი მოტივაცია ყველაფრის მიმართ, ინდიფერენტულობა. ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი ერთი ინსტრუმენტი რა შეიძლება იყოს. გეთანხმებით, ეს პრობლემა საკმაოდ არის მოზარდებში და ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ ძალიან ხელმისაწვდომი გახდა ყველაფერი, ძალიან მარტივი და აღარ არის საჭირო ძალისხმევა იმისთვის, რომ მოიპოვო ინფორმაცია, იმისთვის, რომ მიიღო გარკვეული სიამოვნება, კმაყოფილება და ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ის გაჯეტები და ის დრო, რა დროსაც ატარებენ მოზარდები გაჯეტებთან. რა ფორმით იყენებენ გაჯეტებს, რა თქმა უნდა, კომპიუტერის და ტელეფონის გარეშე დღესდღეობით წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება, ჩვენ თვითონაც ახლა გაჯეტის გამოყენებით ვსაუბრობთ და ვცდილობთ გავცვალოთ ინფორმაცია, თუმცა თუ ამ გაჯეტების მეშვეობით ჩვენ მარტივ დოფამინს ვიღებთ, ანუ ძალიან სწრაფად, ძალიან მოკლევადიან ვიდეოებს უყურებთ, გვიჭირს კონცენტრაციის, თქვათ,
კონცენტრირება გარკვეულ შინაარსზე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მოზარდი პოულობს უფრო მარტივ გზებს, მას არ ჭირდება დიდი დრო იმისთვის, რომ წაიკითხოს წიგნი და მიიღოს სიამოვნება, რომელიც ჩვენ დროს იყო საკმაოდ მაღალი. ეხლა უფრო მარტივად ნახულობს ფილმს, ან ნახულობს მოკლე ვიდეოს და იგივე ტიპის სიამოვნებას იღებს. და ისმის კითხვა, რატომ უნდა დახარჯოს დრო. ამ შემთხვევაში ზრდასრულების, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამაში. პირველი, არ უნდა მოხდეს ამ დოზით, ხო, დაშვება ასაკობრივ ჯგუფებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, კომპიუტერთან და გაჯეტებთან ურთიერთობა და ამასთან ერთად უნდა არსებობდეს ალტერნატივა ყოველთვის ყვებიest ისტორიას, როდესაც ჩემი შვილი იყო მოზარდი და არ დადეგებს ვატარებდით ერთად, მის მეგობართან ერთად, ჩვენ გქონდა ესეთი წესი, რომ თუ დღის განმავლობაში მხოლოდ 1 საათს ატარებდნენ ტელეფონთან და დანარჩენი დრო სხვა აქტივობებით იყვნენ დაკავებულები, საღამოს ვთამაშობდით დახუჭობანას სიბნელეში, რომელიც ძალიან მოსწონდათ, ძალიან ახალისებდათ და ზუსტად აი ეს ქმნიდა мотивაციას, რომ გადაედოთ გაჯეტები და მოეძებნათ, ანუ ჩაერთოთ ის კრეატიულობა, ის რაღაც შინაგანი პროცესები, რომელიც ჩვენ დროს ბუნებრივად იყო და მოეძებნათ გამოსავალი, როგორ გართობილიყვნენ ამ დღის განმავლობაში ტელეფონის გარეშე იმისთვის, რომ საღამოს მიიღოთ ის ჯილდო, რომელიც მათთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრული, რომელიც ამ мотивაციას ქმნის, აუცილებლად უნდა ასრულებდეს დანაპირებს, იმიტომ რომ თუ პირდები და არ ასრულებ, ერთხელ ან ორჯერ იმუშავებს ნამდვილად, მაგრამ მერე უკვე ბავშვი კარგავს ინტერესს, მოზარდი მით უმეტეს და აბსოლუტურად ეს მანიპულატორულ თამაშში ერთვება. მე მასწავლებელი ვარ ამ შემთხვევაში მოზარდების და თან არა სკოლის სასწავლო ცენტრის მოდიან მოზარდები, რომლებსაც ემოციურად სკოლისა და სახლში ისე უჭირთ ვერ ვახერხებ კომპენსირებას. რეგიონში ფსიქოლოგიის მიმღებლობა არ აქვს სამწუხაროდ, როგორც ექიმებს ასე აღიქვავენ, როგორც მშობლები, ასევე შვილები. ნამდვილად ეგრეა რეგიონებში, დიანა, დაგეთანხმებით, შეგიძლიათ მოიფიქროთ გარკვეული, არ ვიცი, დაჯილდოების სტრუქტურა, ეს შეიძლება იყოს რაღაცა ესეთი სამაგიდო თამაშის ფორმა მისცეთ, თქვათ რამდენიმე ეტაპი და აი სხვადასხვა ეტაპის ჯილდოს სახით გადაინაცვლოს თქვენი მოსწავლე შემდეგ ტურში, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ხის ფორმა, ერთად შეგიძლიათ მოიფიქროთ ეს აქტივობა, ერთად შექმნათ ხე, რომელზეც იქნება საფეხურები და თითო საფეხურის დაძლევა იქნება მაგალითად კონკრეტული დავალების შესრულება, კონკრეტული აქტივაციის შესრულება კლასგარეშე, წაკითხulis შინაარსის მოტანა, ან ნახატით შესრულება იმ შინაარსის, ან კიდევ რაღაც ტიპის გათამაშება, ის რასაც თქვენ ხედავთ, რომ დანაკლისია და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი მოსწავლეების ფოტოები და იმ საფეხურებზე განათავსოთ, ანუ ფაქტობრივად დაანახოთ აი იმ პლაკატზე, იმ ხეზე, როგორ მიდის მათი წინსვლა გარკვეული შესრულებული დავალების შედეგად და მერწმუნეთ თუ ამას დაინახავენ და ეს იქნება თვალსაჩინო და ხის კენწეროში ასვლა იქნება დაჯილდოვებული, თქვათ, სადღაც არ ვიცი, ან ექსკურსიაზე წასვლით, ან რაღაცა საინტერესო მათთვის სახალისო აქტივობით, მათში мотивация გაიზრდება. იმედი მაქვს დაგეხმარებათ ეს რჩევა, მესმის რომ ძალიან რთულია აქედან ასე სიტუაცია არ ვიცით და რაღაცა ძალიან პრაქტიკული და ღირებული მოგცეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება საინტერესო. ერთ-ერთი სკოლის მაგალითზე გეტყვით კიდევ, თბილისშია ეს კერძო სკოლა, გასაუბრებაზე ვიყავი რაღაც პროექტთან დაკავშირებით და ძალიან დიდი სიამაყით სკოლის სასწავლო ნაწილმა მითხრა, ჩვენო გვაქვსო საოცარი სისტემა შემუშავებული, ჩვენო გვაქვსო დაფაო, რომელსაც აწერია ესენი არ მიდიან ექსკურსიაზე და იქ ვაკრავთ იმათ ფოტოებს, ვინც არ იმსახურებს სხვადასხვა მიზეზის გამო ექსკურსიაზე წასვლას.
ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად თუ უკვე აღმოჩნდი ამ დაფაზე, არანაირი мотивация აღარ უნდა გქონდეს იმისთვის, რომ კარგად მოიქცე, რადგან უკვე აღარ მიდიხარ ექსკურსიაზე და შევთავაზე ამ სასწავლო ნაწილს, რომ მოდი პირიქით დაწერე. ესენი მიდიან ექსკურსიაზე და ის წარჩინებული მოსწავლეები განათავსე ამ დაფაზე, ვინც უკვე იმსახურებს ექსკურსიაზე წასვლას და მიეცი დანარჩენებს ბიძგი, რომ დაიმსახურონ ფაქტობრივად ექსკურსიაზე წასვლა, ანუ მოისურვონ, რომ ამ დაფაზე მათი ფოტოც იყოს განთავსებული. შეარჩიე იმ ტიპის იმ სიძლიერის, იმ ინტენსიობის ამოცანები, რომლის დაძლევასაც შეძლებენ არც ისე წარჩინებული მოსწავლეები, ანუ შექმენი мотивация. ნინი ნამდვილად კოშმარია და რა თქმა უნდა არ გავაგრძელეთ თანამშრომლობა ამ სკოლასთან, იმიტომ რომ აბსოლუტურად მიუღებელი იყო ეგეთი ტიპის სირცხვილის დაფა ქონდათ ფაქტობრივად გაკეთებული უბრალოდ ექსკურსიაზე არ წასვლის ფორმით. რამდენად სასარგებლოა თქვენთვის ეგეთი ტიპის საუბრები, დავინახე პლუსები და აქვე ვაანონსებ, რომ შემდეგ კვირას ვისაუბრებთ კარპმანის სამკუთხედზე და აღმოვაჩენთ მსხვერპლის, მშველელის და მოძალადის როლში ვინ იმყოფება და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იცვლებოდეს, რა როლი აქვს ფსიქოთერაპევტს ამ სამკუთხედთან მიმართებაში და რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქოთერაპევტი განსაკუთრებით ახალბედა და თუ თქვენთვის ეს ჩვენი დღევანდელი ლაივი იყო სასარგებლო, გთხოვთ დაწეროთ თქვენი უკავშირი, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ გულით უდგებით ამ პროექტს, ეს არის პროექტი ფსიქოლოგია ცხოვრებისთვის თავისუფლების გასაღები და იმედი მაქვს მომავალ კვირას შევხვდებით პირდაპირ ეთერში ან ნახავთ ამ შეხვედრას ჩანაწერში. მადლობა ყურადღებისთვის.